ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ სამართლიანი არჩევნების განცხადებას ეხმაურებიან საარჩევნო ადმინისტრაციაში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ უწყება პერიოდულად საარჩევნო ციკლის შემდეგ ანალიზს უკეთებს საკუთარ საქმიანობას და იღებს სხვადასხვა მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებს. საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ფუნქციურ ანალიზზე დაყრდნობით და საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს და თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებთან მას კავშირი არ აქვს. CESCO-დან გათავისუფლებულ პირთა ინტერესებს სამართლიანი არჩევნები დაიცავს, როგორც ისპეთში ამბობენ 2024 წლის 16 დეკემბერს CESCO-ს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე CESCO-ში რეორგანიზაცია დაიწყო და 6 პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად და დაუსაბუთებლად წარიმართა, სწორედ ამიტომ დაიცავენ გათავისუფლებულთა ინტერესებს. გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მათი ოჯახის წევრების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მათი ნაწილისთვის დღემდე უცნობია გათავისუფლების რეალური მიზეზი. მათივე განცხადებით გათავისუფლებულ პირთა შორის მოხვდნენ ისინი, ვინც ღიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და საჯაროდ დაგმეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები. სამართლიანი არჩევნები მივიჩნევთ, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად, დაუსაბუთებლად წარიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია რა იყო მიზეზები რეორგანიზაციის. ასევე რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა CESCO-ს რეალურ, არსობრივ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ. ჩვენ გვიჩნდება განცდა და ვაკეთებ დასკვნას, რომ ეს არ არის საერთოდ ორგანიზაციის განვითარებისთვის განხორციელებული ნაბიჯი. მე მეცაც გეტყვით, ჩემი პირადი შთაბეჭდილება ეს საერთოდ CESCO-ში მიღებული გადაწყვეტილებაც არ არის. ეს საერთოდ არის CESCO-ს გარეთ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც CESCO-მ უბრალოდ შეასრულა და მიგვაჩნია, რომ ეს არის აი საჯარო მოხელეთა იმ საერთოდ წმენდის ტალღის ნაწილი, რომელიც ახლა ყველა საჯარო დაწესებულებაში ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ვთვლით, რომ ეს იყო პოლიტიკურად განთავისუფლება და წმენდა ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციიდან. პირადად ჩემ შემთხვევაში მე ვიტყვი, რომ 30 ნოემბერს უკვე დავწერე ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება სოციალურ ქსელში. შემდეგ დავგმე ქალბატონი მაკაჩიხლაძის ცემა და მე პირადად ჩემს განთავისუფლებას სრულად ვუკავშირებ პოლიტიკურ განთავისუფლებას. რეორგანიზაცია არის ჩატარებული საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაბამისად ის, რომ აღნიშნული თანამშრომლები გათავისუფლდნენ ევროინტეგრაციის კურსის მხარდამჭერისთვის, ამ შემთხვევაში მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ყველა თანამშრომელი უნდა იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან. შესაბამისად, აღნიშნული განცხადება არ არის სამართლებრივად სწორი, ისინი იყვნენ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე და ინსტიტუციის სამომავლო საქმიანობებიდან გამომდინარე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.